დღეს ჩემი ანალიტიკა და პროგნოზის უნარი უნდა შევაქო და ცოტა ხანი აიტანეთ ჩემი თავისქება. ამ თემაზე მესამედ ვლაპარაკობ ახლა. იმიტომ რომ სრულიად გადაფსიხდა მთელი ამერიკის YouTube კლასტერი, ის კლასტერი, რომელმაც ტრამპს მოაგებინა არჩევნები. 24 წლის ბოლოს ვილაპარაკე იმაზე, რომ ტრამპმა როგორ გენიალურად შეფუთა America is First მაგაში. Make America Great Again-ში ორი სრულიად საწინააღმდეგო კონცეფცია და პოლიტიკური გეზი და არა მარტო პოლიტიკური, ასევე სამხედრო გეზი და ეკონომიკური გეზი სრულიად საპირისპირო ერთმანეთში როგორ შეადუღაბა ისე რომ ყველას ჩაუტარა ძალიან დიდი ტრიუკი იმისთვის რომ რა თქმა უნდა რაც უფრო შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოეზიდა თავისკენ. პირველი ვინც იგრძნო რომ რაღაცა ცოტა ისე არ არის როგორც წარმოედგინათ, ანუ ძალიან ბევრმა ხმა მისცა იმიტომ რომ ტრამპი თამაშობდა არ უთამაშია, რეალურად იზოლაციონიზმი არ უთამაშია. არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც ჩვენ დაგვანახებდა, რომ ის იზოლაციონისტი იქნებოდა. უბრალოდ იზოლაციონისტები, აი ეს America is First, მხარს უჭერდნენ, იმიტომ რომ America is First შეიყვანა მაგაში. მხოლოდ ამიტომ, თორე რო ელაპარაკა, რომ ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ, რაც დაადასტურებდა, რომ ვითომ იზოლაციონისტი, ასეთი რამ არ უქნია. ამიტომ გადაფსიხებულები იყვნენ მანამდე, სანამ მოიგებდა არჩევნებს და რომ მოიგო, მერეც ჯერ კიდე აგრძელებდნენ გადაფსიხებას ის ადამიანები, ვინც თვლიდნენ რომ იზოლაციონისტია და ვითომ უკრაინას რადგან გულშემატკივრობენ და რადგან საქართველოსაც რა თქმა უნდა ჩვენ თავს გულშემატკივრობთ და ეს თუ იზოლაციონისტი არა შეგჭირდება იზოლაციონისტი, ესენი იყვნენ გადაფსიხებულები მაშინ და ახლა გადაფსიხებულები არიან პირიქით ისინი ვინცაც ეგონათ რომ ეს კარგია და ამის გამო მისცეს ხმა რომ იზოლაციონისტი არისო და ახლა რომ ხედავენ რომ არანაირი იზოლაციონისტი არ არის, ახლა უკვე რამოდენიმე განუდგა იმ იუთუბერებიდან და ახლა უკვე ბოლო ზღვარზეა ისეთი ვინც მე მომწონდა ყველაზე მეტად მიუხედავად იმისა რომ პროუკრაინელი არ იყო, ანუ უკრაინაზე არ ქონდა ისეთი პოზიცია რომ აუცილებლად უნდა მოვაგებინოთ უკრაინას. ქონდა ისეთი პოზიცია რომ უკრაინა პატარაა, რუსეთს ვერ მოერევა, ამიტომ უნდა დავანებოთ თავი მის დახმარებას და ზოგადად არც დიდად არ უყვარდა საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი. ეს არის მეგან კელი. დანარჩენი ყველაფერი არა, არაფერი მეგან კელის არ ეშლებოდა აი ამის გარდა. და ახლა რო უყურებს აი იანვრიდან ანუ 26 წლიდან დაწყებული კიდე რაღაცნაირად ამართლებდნენ რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკას აი ესეთი ყველაფრის მომცველი როა და ყველაფერი რო აინტერესებს და ყველგან რო ვითომ ცხვირს ყოფს და იქაც ეს ხო იზოლაციონიზმს არანაირად არ შეესაბამება. რაღაცნაირად ამას კიდე ამართლებენ და ნუ იანვარში უკვე არანაირად ვეღარ ამართლებენ რომ თუ იზოლაციონისტია და ჩვენ ამის გამო მივეცით ხმა რომ მხოლოდ ამერიკაზე უნდა იზრუნოს და ამერიკა არის მთავარი და ამ შტერებს ამერიკის სიმთავრე იმაში გონიათ რომ მარტო თავის თავზე უნდა იზრუნოს და ასე იქნება მაგარი და რეალურად ამერიკის სიმაგრე და სიმთავრე მხოლოდ მაშინ გამოიხატება როდესაც ამერიკა აკონტროლებს რაც შეიძლება უფრო დიდ სივრცეს და თუ მთელს დედამიწას გააკონტროლებს ხო საერთოდ კარგია და უკარგესია. გააკონტროლებს რა მხრივ თავისუფალი ვაჭრობის მხრივ და იქ სადაც თავისუფალი ვაჭრობა სუფევს საქართველოს ყოველთვის პირველ ადგილზეა როგორც ამ თავისუფალი ვაჭრობის გარანტი და უმთავრესი პარტნიორი და გეოგრაფიულად თავარი გზის
ვინ ვართ ჩვენ ამ მთავარი გზის? ჩვენ თვითონ ვართ ეს მთავარი გზა. მთავარი გზის დედები და მამები ვართ, ჩვენ თვითონ ვართ ეს მთავარი გზა, მსოფლიოს მთავარი გზა ჩვენ ვართ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ისეთი მსოფლიო, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც ჭირდება ამერიკას იმისთვის, რომ თვითონ იყოს ყველაზე ძლიერი და მდიდარი. ამ მის ყველაზე ძლიერობას და მდიდრობას განაპირობებს ჩვენი თავისუფლება და ჩვენ როგორც ეს გზა, რომ ყოველთვის ვიყოთ ყველანაირი მტრული ძალებისთვის ხელმიუწვდომი და პირიქით ამერიკის დაცვის ქვეშ, იმიტომ რომ მას ეს გზა ჭირდება. და ახლა უკვე ტაკერ კარლსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განუდგა ტრამპს ყველაზე გადაფსიხებული კი არა, საერთოდ აგენტია რუსეთის ტაკერ კარლსონი. კენდის ოუენსი შეიძლება ესეც აგენტი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ იმდენად გადავარდა უკვე შიზოიდურ რაღაცა იმებში, შეთქმულებების თეორიებში და იმდენად ამოვარდა საერთოდ ყველაფრიდან და იმდენად ყველაფერი რაზეც ლაპარაკობს არარეალისტურია, რომ ძალიან სამარცხვინო გახდა უკვე მასთან ურთიერთობა და ტრამპმა საერთოდ თეთრი სახლის შავსიაში ჩასვა. მეგან კელისაც ეტყობა, რომ არ მოწონს ტრამპის ეს იქაც მივალ, იმასაც დავალაგებ, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. ერთადერთი რაც გააკეთა, რამოდენიმე დღის წინ იყო ვიდეო ტრამპმა კონფერენციას რო აწყობს ჟურნალისტებთან, აი თვითმფრინავიდან რო იცის ხოლმე პასუხების გაცემა, იქ თვითმფრინავში რო უშვებს ჟურნალისტებს, იქ იდგა ლინცი გრემთან ერთად და ლინცი გრემი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სენატორია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერია რუსეთის. ლინცი გრემია ის სენატორი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ თქვა, რომ რუსეთის დანგრევაში ჩადებული ფული, ამერიკის ფული, არისო ყველაზე კარგი ინვესტიცია. ვერაფერზე უკეთესზე ვიდრე რუსეთის დანგრევა, ჩვენ ფულს ვერ ჩავდებთო, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, ეს ერთი. მეორე ლინცი გრემია ყველაზე დიდი მიშისტი ამერიკაში. ლინცი გრემია იმ კანონის ავტორი, რომლის მიხედვითაც ქოცებს 500% უნდა დაედოთ ამერიკასთან ეკონომიური ვაჭრობის საგნებზე, იმიტომ რომ თანამშრომლობენ რუსეთთან. აი ეს კანონი ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ უკვე ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც მიიღება და ზუსტად იმ მომენტში ლაპარაკობდა, რომ აი ტრამპი რომ მე ამ კანონს უკვე უფრო და უფრო ვუახლოვდები. ანუ ტრამპს თავიდან არ უნდოდა ეს კანონი, უფრო უნდოდა რომ თავისებურად დაელაგებინა, მაგრამ მოვიდა ის დრო, რომ ეს კანონი აუცილებლად მისაღებია და როცა ამბობდა გრენლანდიაზე რო ლაპარაკობდა, კუბაზე რო ლაპარაკობდა, რომ კუბაც უნდა გავანთავისუფლო და ასე შემდეგ, ამას ყველაფერს რო ლაპარაკობდა, ლინცი გრემი ძალიან ისე ემოციურად რეაგირებდა ამაზე და კი, ძალიან მაგარია, ასე უნდა ვქნათ, უნდა მივაწვეთ და მეგან კელი ამაზე რეაგირებდა უარყოფითად. და ესეთი დებილობა თქვა, რომ ანუ თუ ტრამპი რასაც ამბობს, ის თუ ლინცი გრემს უხარიაო, პირიქით მე ყოველთვის არ გამიხარდებაო. იმიტომ რომ რაც ლინცი გრემს უნდაო, ის მე არ მინდაო არასდროსო. ამიტომ შეიძლება საგანში ვერ ყვეოდეო, მაგრამ უკვე ის რომ ლინცი გრემს უხარიაო, ჩემთვის ნიშანია რომ მე არ უნდა მიხაროდესო. ანუ ეს გამოდის რომ საერთოდ ძალიან შემიმჩნევია რომ საგარეო საქმეებში ამერიკის პოლიტიკის მიმოხილველები ცოტა ძალიან წაუშტერებენ. და აი მეგან კელიც რომ ამდენად წაუშტერებს, რომ ის გონია რომ უარყოფითად უნდა ირეაგიროს იმაზე, რაც ლინცი გრემს უხარია, ამ დროს ლინცი გრემს ყველაზე მაგარი რაღაცაები უხარია, რასაც კი ტრამპი მსოფლიოში აკეთებს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც მეგონენ შტერუკები, სწორად მეგონენ შტერუკები. და ერთადერთი ვიყავი საერთოდ მთელს, არა მარტო საქართველოში, საერთოდ მთელი მსოფლიოს YouTube სივრცეში შარშან და შარშანის მერე კიდე ერთხელ ვილაპარაკე ამ თემაზე, ახლა მესამე ჯერ ვლაპარაკობ, ვიყავი ერთადერთი
ვინც აი ამას ამბობდა და ახმოვანებდა და ამჟღავნებდა, რომ ტრამპი ჯერ ერთი რომ არანაირი იზოლაციონისტი არ არის, რომ იზოლაციონისტობა საერთოდ ეწინააღმდეგება მაგა კონცეფციას და ის რომ America First ხალხს ატყუებს. ეს არ არის ცუდი ტყუილი, ეს ძალიან მაგარი ტყუილია და გენიალური ტყუილია. მე ასეთი ტყუილები რომ შემეძლოს ვიქნებოდი ძალიან წარმატებული იმაში, რაც მინდა მე დეოკუპაციის გაკეთება ხო მინდა. და ამ დეოკუპაციის გარშემო რომ მთელი ერი გავაერთიანო, ამას ძალიან წარმატებულად შევძლებდი. მე რომ აი ასეთი ტყუილები შემეძლოს, როგორც ტრამპ შეუძლია. ანუ საჭირო, სწორი, უაღრესად სწორი საქმის გარეშე ცოტა მოდებილო ხალხის გაერთიანება რომ შეგიძლია, იმიტომ რომ შეგიძლია ისეთი რაღაცა მოიფიქრო, რომ ის მოდებილოც თავშენი მომხრე გახადო იმ მომენტში. როდესაც კენჭისყრის მომენტია, თორე მე უკვე როდესაც საქმის კეთებას იწყებ, შეგიძლია მათი აზრი ძალიან არ გაითვალისწინო ახლა დეოკუპაცია, ვისაც არ მოუნდება და დეოკუპაციაზე წუწუნს რო დაიწყებენ თამთა რა ქვია იმ NGO-ს დებილ გოგოს მიქელაძე თუ მაისურაძე რო თulis რო დეოკუპაცია არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩოდოები ალიან ის ხალხი, ვინც უკვე იქ მიეჩვია უჩვენოდ ჩხოვლებას. აი ასეთი გამოღლეებულები რომ დაიწყებენ წუწუნს, როდესაც დეოკუპაციის დრო დადგება, ხო არ უნდა მიაქციო ყურადღება. არ უნდა გაითვალისწინო ამათი ციკვინი საერთოდ, მაგრამ რაღაც მომენტში ხო გჭირდება მათი მხარდაჭერა იმისთვის, რომ გაიმარჯვო, რომ იდეა გახადო საყოველთაო, რომ იდეა გახდეს ეროვნული. მე სამწუხაროდ არ შემიძლია კი არა, შეიძლება ვინმემ რომ მომიფიქროს ასეთი იდეა, რომ როგორ შემიძლია აი ასეთი შტერუკევნების ჯერ მომხრედ გაქცევა და მე დაკიდებას ყოველთვის შევძლებ. აი მომხრედ რო გადავაქციო ასეთი ხალხი, ვინმე თუ მომიფიქრებს ასეთ პოლიტექნოლოგიას, მე შეიძლება ის დავინახო იმაში ჭეშმარიტება და კი ჩავთვალო, რომ ხო ნამდვილად სწორი რაღაცა მასწავლიან ახლა და ამას გავაკეთებ თქო, მაგრამ ის რომ ჩემით მოვიფიქრო ესეთ რაღაცა, ეს არ შემიძლია. პირიქით, ნებისმიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, აი ოდნავ მაინც რაღაცაში თუ ამოწინააღმდეგე, ეგრევე იმაში გადავდივარ, კონფლიქტში გადავდივარ. თუმცა როგორც შალვა თელაშვილთან საუბარმა გვაჩვენა, არიან ჩემზე უფრო მეტად მოკონფლიქტე პოლიტიკოსები და შესაძლოა მე ჩემ თავზე ცოტა ტყუილად ვამბობ აუქს და არასწორად მიმაჩნია, რომ რაღაცები არ შემიძლია. შეიძლება შემიძლია და ჯერ არ ვიცი, ან ხო არ გამომიცდია და იმიტომ, თორე რომ ვუყურებ ახლა, აი მაგალითად მე შალვას ადგილას ჩემ თავს იმ მომენტში არ ვეჩხუბებოდი და არ დავიწყებდი ყვირილს, რომ არა მაინც და მაინც მდიდრები ცუდები არიან. იმიტომ რომ ეს არ არის გადამწყვეტი ჩვენს ბრძოლაში. ჩვენს ბრძოლაში გადამწყვეტი ანტირუსობაა და შენ თუ ხედავ ანტირუს ადამიანს, იმას მე დეტალებზე არ უნდა ეჩხუბო, რაღაცა დეტალებზე. თან ისეთ დეტალებზე, რომელიც აი ძალიან ზღაპრულია. აი მდიდრები ცუდები, მდიდრები არასდროს არ გაქრებიან და არსად არ წავლენ, შენაც არ უნდა იძახო, რომ ცუდები არიან, როგორც ღარიბები. ამიტომ ეს ისეთი რაღაცაა, რომ ბოროტება უნდა გაქრეს, ეს ხო ილუზიაა, რომ ბოროტება როდისმე გაქრება, არასდროს არაფერი არ გაქრება. მუდმივ ბრძოლაში ვიქნებით, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ვიქნებით მუდმივ ბრძოლაში. ამიტომ ესეთი ბოროტება უნდა გაქრეს, აი ასეთ რაღაცეებს არ უნდა გადააყოლო შენი პოლიტიკური გზა და შენი პოლიტიკური იდეა. ამიტომ შეიძლება მე ტყუილად მგონია, რომ ეგ არ შემიძლია ტრამპისნაირი ტრიუკები, შეიძლება შემიძლია კიდევაც და როცა მოკლედ ამის დრო და საჭიროება დადგება, კი, მე წესიარად მოვიქცევი. და იმ ცოტა დურაკების მოტყუებასაც შევძლებ, რომ გადამწყვეტ მომენტში არ იჭიხვინონ და მე უკვე პროცესში დეოკუპაცია რო დაიწყება, იჭიხვინონ ამდენი ცუნთად. აი ამაზე მინდა და ლაპარაკი, ხომ ყველაზე მთავარი ის არის, რაც მე ყველაზე მეტად მიხარია, რომ როდესაც სრულიად ერთადერთი ხარ, ვინც რაღაცაზე ლაპარაკობს და აი მთელ მსოფლიოს უყურებ და აი ასე არავინ არ ლაპარაკობს,
შეიძლება ვიღაცები ფიქრობდნენ, მაგრამ აზრს ვერ აყალიბებენ ისე ძალიან ზუსტად, როგორც მე ჩამოვაყალიბე რა დიდი სხვაობა მაგას და ამერიკის ფელს შორის და ეს ანუ როგორ ავხსენი რომ ტრამპმა როგორ და რისთვის შეფუთა და მე და უყურებ მიუხედავად იმისა რომ მარტო მე ვლაპარაკობდი ამას მაინც ისე წავიდა და მე აღმოვჩდი მართალი მაინც ისე მიდის ყველაფერი არანაირი იზოლაციონისტი ტრამპი არ არის პირიქით აბსოლუტურად მეგა საპირისპიროა იმისი რასაც იზოლაციონიზმი ქვია ანუ რეიგანზე ბევრად უფრო არაიზოლაციონისტია რეიგანზე ბევრად უფრო მასშტაბური გეგმები აქვს უფრო მეტი მასშტაბური გაქანება და უფრო მეტ მასშტაბური ანუ იმდენად მოცულ აი ასე მე მგონი ხელში უჭირავს საერთოდ დედამიწა და აი ასე უყურებს და ყველაფერს ისე ალაგებს როგორც აი თავის სახლში ეს ძალიან მაგარია მისი აი ესეთი გლობალისტური ხედვა, გლობალისტური, მრავალშრიანი, მრავალდონიანი და მრავალვარიანტიანი. რაღაცას რო აკეთებს, 500 ვარიანტი აქვს იმ რაღაცის კეთების გზების და ასე თუ არ გამოვიდა ასე და მაინც აღწევს იმას რაც უნდა და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. და აი ამას ზოგჯერ თამაშობს რომ მე მინდა აი ამ გზით წავიდე და ვითომ ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ვიღაცა მისი მოწინააღმდეგე რომ სხვა გზით წაიყვანს იმ მოწინააღმდეგეს უხარია რომ მე ტრამპი გავაბითურე მოვატყუე ჩემი ფეხები ტრამპი ყოველთვის მოგებული გამოდის რა გზითაც არ უნდა წაიყვანო და ეს მოკლედ ძალიან გენიალურია ამ ადამიანში ეს ყველაფერი და მე მიხარია ის რომ მე ამაზე წინასწარ ვლაპარაკობდი და მარტო მე ვლაპარაკობდი ამაზე. იმ მომენტში, როდესაც რაღაცაზე მნიშვნელოვანზე ლაპარაკობ, მარტო რომ შენ რო ლაპარაკობ ამაზე, ცუდია. იმიტომ რომ ვერ იჩენ მომხრეებს, რთულია რომ სხვებს და მით უმეტეს ბევრ ადამიანს დაანახო, ისე როგორც შენ ხედავ. და იმ მომენტში შეიძლება საერთოდ მარტო იყო და ძალიან ბრაზდებოდე იმაზე რომ ღმერთო რა შტერები არიან საერთოდ არ არის ისე როგორც ესენი ფიქრობენ აი მე რომ ვამბობ რატო არ მიჯერებენ რატო არ მისმენენ და ამ მომენტში თან ძალიან გაბრაზებული ხარ ყველაზე თან ვერ პოულობ მაგრამ მე დგება მომენტი რომ კი შენ სწორი იყავი მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი ის არის რომ როდესაც შენ სწორი ხარ კონდეს უნარი რომ ეს დაანახო ბევრს ეს უნარი აქვს ტრამპს ეს უნარი აქვს მიშას მიშას აქვს ის ხარიზმა რომ რაღაცას რო იტყვის ერი გაყვეს ეგ ხარიზმა მე მგონი არის სწავლება. მე მგონი კი არა არის სწავლება. ან გაქვს, ან არ გაქვს. რაც არ უნდა ჭკვიანობებს და რაც არ უნდა ძალიან წინასწარ ადრე ამბობდე, უნდა გქონდეს ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი და კარგი თუ გაქვს შენ იმის უნარი, რომ ამის გარშემო ხალხი ერი გააერთიანო და შეკრა. ღმერთო მასწავლე ეგ. გარეთ ახლა ქარია და ამ ქარს ეს მიკროფონი მე მგონი ჩემ მიკროფონი კიდე უფრო ანუ იმას უშვება ხმას უზრდის და სავარაუდოდ ვიდეოზე ძალიან ისეთი ხმა ექნება გაორმაგებული ან გასამაგებული მოკლედ ყველაფერი კარგად მიდის საბოლოო ჯამში სოფლიო ძალიან სწორად ლაგდება ჩვენ გავიმარჯვებთ და კიდე რაღაცა ადრე მქონდა ასეთი შიში რომ აი ჩვენ ხო ძალიან კარგია რომ ტრამპმა გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ გვეტყობა რომ კოცებს სწრაფად ვერ ვიშორებთ და ვერ მოვასწრებთ დეოკუპაციას მანამდე სანამ ტრამპი პრეზიდენტია. და მე ანუ იმაზე მიწევდა ფიქრი რომ აი ტრამპის მერე ვინ იქნება და ზოგჯერ ამბობენ რა ისეთ რაღაცაებს რომ შეიძლება ტრამპი მესამე ვადაზე გავიდესო ეს სუპერ გენიალური რაღაცაა და მე ძალიან მინდა მაგრამ სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან ზღაპრულია გაუჭირდებათ ტრამპის იურისტებს ამის გამართლება
და რასაკეთებს ახლა ნახეთ თან როდის რა სისწრაფით გააკეთა ეს აი რაღაცა ელვისებური სისწრაფით უკვე იქამდე მიიყვანა სოფლიო სიტუაცია და სოფლიო განლაგება და გეოპოლიტიკის ნაბიჯები და სულები იქამდე მიიყვანა რომ ის მერე ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს დეოკუპაცია მაინც გარდაუვალი ხდება უკვე ისე გადაალაგა ყველაფერი რომ აი სულ მთლად გამოსირებული დემოკრატებიც რომ მოვიდნენ მის მერე რაც გამორიცხულია სავარაუდოდ ანუ ისე ვიღაცა მისი გუნდიდან გაიმარჯვებს ან ვინ არის ის ან ვენსი გაიმარჯვებს ან რუბიო მე უფრო რუბიო მინდა მაგრამ როგორც ვუყურებ ვენსი უფრო მეტად უყვარს ამერიკელ ხალხს 95% რომელიმე აქიდან იქნება მაგრამ აი სულ რო ქვეყანა დაიქცეს და უცებ დემოკრატებმა გაიმარჯვონ მაინც იმ დროისთვის უკვე ისე იქნება ყველაფერი დალაგებული და გადალაგებული რომ საქართველოს დეოკუპაცია გარდაუვალი იქნება უკვე ვართ იქ და იმ წერტილში სადაც ეს გარდაუვალია სულ რო არაფერი გავაკეთოთ და ხელი რო არ გავანძრიოთ აქ შიგნით უკვე გარედან დაალაგდა ისე რომ გარდაუვალი გახდა და ჩვენთვის შინაგანად შეგვიძლია ეს ვიზეიმოთ დავწყნარდეთ აღარ ვინერვიულოთ მაგრამ გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი შინაგანი დაწყნარება და აღარ ნერვიულობა არ ნიშნავს იმას რომ მართლა ყველაფერი უნდა დავიკიდოთ და არაფერი არ გავაკეთოთ პირიქით ორმაგად და სამმაგად უფრო ძლიერად უნდა შევუდგეთ კეთებას იმიტომ რომ უკვე დარწმუნებული ვართ რომ გავიმარჯვებთ აქამდე თუ რაღაცა შეიძლება შიშები არსებოდეს რომ იქნებ გავიმარჯვებთ თუ იქნებ არ გავიმარჯვებთ თუ მოვერევით თუ ვერ მოვერევით დასრულებულია ეს კითხვები რაღაცა გამოთქმა არსებობს ასეთი რომ ომი მაშინ უნდა დაიწყო თუ დარწმუნებული ხარ რომ გაიმარჯვებ თუ არა ხარ 100% და 150 აი ეს მომენტია უკვე ჩვენ უკვე შეგვიძლია ღია ომი გამოუცხადოთ ჩვენს რეჟიმს იმიტომ რომ უკვე აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ რომ გამარჯვებულები ვართ მომავალ შეხვედრამდე